საშინელი ასე შეფასდა საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში. კანდიდატი ქვეყნების შეფასებებს დოკუმენტის გასაჯაროვებამდე ერთი დღით ადრე რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს და წერს, რომ საქართველოზე უკეთესი შეფასება პრორუსულმა სერბეთმა მიიღო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი გაფართოების ანგარიშში წერია, რომ ოცნების ხელისუფლება უპრეცედენტოდ მწვავე და გაკრიტიკებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო დოკუმენტი ოფიციალურად ხვალ გამოქვეყნდება. კარგი იქნებოდა თუ ქართველი თანამდებობის პირები სარკეში ჩაიხედავდნენ და თვალს გაუსწორებდნენ რეალობას, რომელიც აჩვენებს რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. ამბობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. გაიჭირეს დედა ჩემი, დაბარებულები არიან ჩემი ორივე ძმა, ასევე დეიდა ჩემი, წერს ეკა ჯავაშვილი. მისი ინფორმაციით დაკავებულია მანანა ჯავაშვილი, მასწავლებელი, რომელსაც რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პედაგოგის შვილი გიგა ციბახაშვილიც. დიდმა ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ უკრაინას Storm Shadows რაკეტების მორიგი პარტია გაუგზავნა. ინფორმაციას Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.